მოგესალმებით, დღეს მინდა გაგიზიაროთ ძალიან გემრიელი და განსხვავებული გერძი, რომელიც ჩემქმარს ძალიან მოეწონა. მეც პირველად გავაკეთე სხვათა შორის და ძალიან გემრიელი გამოვიდა. ჯერ გავაკეთე ბლინჩიკის ცომი, 4 გვერდს დავუმატე ზეთი. ღოლეფრის თავის რაოდენობას, ზუსტ რაოდენობას დავწერ კომენტარებში. მე ძღალი დავუმატე და ბოლოს მარილი და ფქვილი. ნელ-ნელა ვუმატე მარილს და ფქვილს, მე კარგად უნდა ავთქვიფოთ, რომ შიგნით არ დარჩეს ფქვილის ბურთულები. არც სქელი მასა არ უნდა იყოს, არც თხელი მასა არ უნდა იყოს. ამ მასიდან, ამ რაოდენობიდან გამოდის, თუ ბლინჩიკის დაფაზე აკეთებთ 22 სანტიმეტრიანი, გამოდის 22 ცალი. თუ ჩემნაირად დიდ დაფაზე, ასე რომ ვთქვათ, გამოდის 15-17 ცალი. აი 1-2 წუთი ველოდები, არც უნდა 2 წუთი, მე მეორე მხარეს ვადრიალებ. ძალიან გემრიელი ცომი იყო, მინდა აღნიშნო. გამოვიდა დაახლოებით 17 ცალი, თუ 18 ცალი. და ნელ-ნელა გადავდივართ შიგთავსის გაკეთებას. ვიწყებთ. დავჯერე ხახვი, წითელი ხახვი, მერე ბულგარულები, 1 ცალი კარტოფილი, სტაფილო და ბოლოს ფილე თხელ პატარ ნაწილებად. შეგიძლიათ ნებისმიერი ბოსტნეული, ნებისმიერი შიგთავსი გააკეთოთ, ღველით გააკეთოთ შეგიძლიათ, ან ხაჭოთი, ან საქონლის ხორცით, მინდა აღნიშნო, რომ ძალიან გემრიელი გამოდის. აი ესე დავჭერი. ფილეც დავჭერი პატარა ნაწილებად და სუნელების დავუმატე პაპრიკა, ნიორი აუცილებლად, მარილი. და მე ვუმატე ბოსტნეულებსაც 1-15 წუთი მოვთუშე, არ შევწვირო, ძალიან მშრალი შიგთავსი არ იყოს, ცოტა ძვნიანი დარჩეს, ისედაც ღომელშიც უნდა გამოვაცხოთ მე. მაგიტო 1-15-20 წუთი საკმარისია. მე ვათავსებ შიგთავს, ქათმის და ვაძლევთ ფორმას, ნებისმიერ ფორმა შეგიძლიათ მისცეთ, მე მივეცი 4-კუთხედი ფორმა. დაახლოებით 18 ცალი იყო, თუ არ ვწდები და 18 ცალი ჩემო ქმარმა კარგად მიირთვა. ზემოდან ვუსმევთ გვერცხს. თუ გინდათ, თუ გვერცხის გემო, არც აქ გვერცხის გემო, მაგრამ თუ არ გინდათ, არც არ არის აუცილებელი რომ წაუსვათ. მე ცოტათი ხველი დავდე ზემოდანაც, რომ აი კარგად დაბრაწული იყო. 15 წუთი საკმარისია ღომელში, ან 20 წუთი მაქსიმუმ. აკონტროლეთ ხოლმე, რომ არ დაიწვას. აი ასე ვიდეოდანაც ჩანს, რამდენად გემრიელი გამოიყურება, შეგიძლიათ სტუმრებისთვის გააკეთოთ, ძალიან განსხვავებული და გემრიელი საჭმელია. აი, შეგიძლიათ თუნდაც ოჯახის წევრებისთვის, გაახაროთ ოჯახის წევრები, გააკეთეთ აუცილებლად, ცადეთ. ძალიან მარტივი, ოღონდ ცოტა დრო უნდა. ერთი სული გვქონდა, რომ როდის მივირთმევდით. ჩვენ პიურესთან ერთად მივირთვით, უხდება პიურე, მაგრამ ისედაც ძალიან შეგიძლიათ მარტოც მირთვათ, არაფერი არ უნდა დამადებითი.
ეხლა შიგნიდანაც გაჩვენეთ, დავჭრით და შიგნიდანაც გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება. აი შიგნიდანაც ახლა დაინახავთ, რომ როგორ ძვნიანია. მაგითო არ შეიწვათ, არ შეძვათ ქათამი. გემრიელად მირთ